მდგომარეობა. უფლებადამცველთა გაერთიანება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სასამართლოდან 7 მანდატური დაითხოვეს, რადგან მათ პროტესტი გამოთქვეს უკანონო მოსმენებზე პოლიტიკური ზეწოლისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო. გაერთიანებამ მანდატურების სამსახურში აღდგენის და ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 კვირის წინ სასჯელი შეიტანა. მოსამართლეებთან, აპარატის თანამშრომლებთან, მანდატურებთან შეხვედრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ჭკუით იყავით, იმუშავეთ ისე, როგორც საჭიროა, თორემ დატოვებთ თანამდებობებს. გარდა ამისა, ის შეეხო ჩვენ პროცესსაც და თქვა, თუ ვისაც გსურთ დატოვოთ თანამდებობები, დატოვეთ და მიყევით იმ მანდატურებს. მაგრამ შემდგომში, რასაც შემოიტანთ, ნახავთ ერთი რას გაიტანთო. ანუ მან პირდაპირ მინიშნება გააკეთა, რომ ის პროცესები, რომელიც მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარისათვის, ხორციელდება მისი უშუალო ზეწოლის ქვეშ. მასალები გადავაგზავნეთ უკვე პროკურატურაში, რომ იცოდეთ და უახლოეს ხანში დაიწყება გამოძიება იმ ფაქტების ირგვლივ, რომელიც თაობაზე წამოვიდნენ ეს ხალხი, რეალურად აქ არის საუბარი ჟუჩოკების დაყენებაზე დაფიქსაჯულებისათვის, ადვოკატებისათვის და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა წლებში.